მოგესალმებით, ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ვაჯამებთ 2025 წელს. ჩვენი სტუმრები კი არიან პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიის რაიონული ლიდერები ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდან. მოგესალმებით ბატონებო, ჩვენი სტუმრები არიან კიდევ ერთხელ წარვადგენ ბესო ქათამაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ჯუმბერ ბლაგიძე, გახარია საქართველოსთვის ლანჩხუთის წარმომადგენელი, ამავდროულად საკრებულოს წევრი. მოგესალმებით ბატონებო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ჯუმბერ თქვენგან დავიწყებთ, რომ შევაჯამოთ, შევაფასოთ 2025 წელი, რა მოლოდინები ქონდა თქვენს პარტიას და როგორ შეაჯამებთ, რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ 2025 წელმა თქვენ და თქვენი პარტია. მოგესალმებით, პირველ ყოვლის მთელ გორის მოსახლეობას დამდეგ შობა ახალწელს როცა ცოტა ადრეა, მაგრამ ადრიანა ჯობია მილოცვა ყველას, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდათ 2025 წელი კალენდარულად გავიდა, ასე ქვია, სულ ერთი ოდეკვირა და დადგება ძველი გურულები მაინც ვერ დაგვიშნავთ ხოლმე და შობის შემდგომ, მაგრამ კალენდარულად 2025 წელი რაც შეეხება განვლილ წელს პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, იყო გამოწვევებით ახსავსე, მოლოდინებით, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მიმართებაში პარტია გახარია საქართველოსთვის ნამდვილად ვერ გაამართლა, ჩვენ ამას ვაღიარებთ, არც შეცდომებზე ლაპარაკს არ გავცეულ ვართ, მზად ვართ ყოველთვის, როგორც ამბობენ შეცდომებზე სწავლობენო და მოლოდინები უფრო მეტი გქონდა, იმიტომ რომ თითო წევრი შევედი. რაც შეეხება, ეხლა ეს კითხვა ალბათ ქალბატონ ნინო დაისმება საკრებულოებში ყოფნას. ჩვენ ვაღიარეთ და მაინც გეხები მე მაინც რადგან წლის განმავლობაში და ჩვენი პარტიის გამოწვევებს, რატო არის კოლეგა გვიზის და სხვა ზრზია სხვა საერთოდ სხვა აზრები უნდა იყოს, რა ამოცანა იყო და რატო განვლილმა წელმაც დაადასტურა, მოვლენებმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად რომ შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან და ჩვენ მთლიანად პარტიამ და მისმა ლიდერებმა ყველა ვაღიარეთ, რომ არ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში და მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა და მიცემა კარტ-ბლანშის ქართული ოცნების და უმრავლესობის რასაც გინდა იმას აკეთებენ, თუმცა მე ამ კითხვაზე იქნება ალბათ კითხვა და შემდეგ პასუხს გავცემთ, რომ თუ გინდა დღევანდელი მონაწილე, აი ახლა რომ მოვდიოდი თქვენთან ოზურგეთში ჩამოსვლამდე, აი ტელეფონსაც შევამოწმებთ თუ ისა რამოდენიმე ზარი შემოდის და აი კოლეგასაც ახლა დაურეკეს, რომ რაღაცა წყალი არ არის, ხო ის? მაინც არის, თუმცა ეს რას ყვեց? რომ ხარ თუ არ ხარ დეპუტატი, ვინც ცნობადი პირებია და ამ ადგილობრივ დონეზე მონაწილეობენ, მაინც უკავშირდებიან. მე მეოთხე მოწვევის დეპუტატი ვარ და ორჯერ მაჟორიტარი ვიყავი დამოუკიდებლად. ეხლა არის რომ პარტიული სიით ვარ და წინაზეც და ორი მოწვევა ვიყავი დამოუკიდებლად 2006-2010 წლებში, 2014-2017 წლებში და ყოველთვის მაჟორიტარობის დროსაც და ეხლაც ყოველთვის არის რომ ნებისმიერ საკითხზე ეს იქნება წყალი, გზა, არხი, საწრედი, მოგეხსენებათ რომ ჩვენი რეგიონი და ლანჩხუთიც არის მოწყვლადი სტიქიების მიმართებაში და ყოველი კუთხე, ყოველი კუჭლი საჭიროა. აი უწინ მე არ მივსდევ ძველიმას და ბრიგადირები არსებობდა. და ჩამოვიდნენ ხოლმე და რაც გასაჭირი იყო ყველა იცოდა. აი ისი არის და საჭიროა გინდა თუ არა ჩვენ მრავალ მართლობებს შევსწრები ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის იყო ომებიც იყო, მაგრამ ყოველი ომის ყოველი არეულობის შემდეგ გინდა თუ არა დგებოდა მშვიდობის დრო, სადაც და დემოკრატიულ სამყაროს არჩევნებზე უკეთესი ჯერ არაფერი არ მოგონებია. ესე იგი ცალსახად შეგიძლიათ გითხრათ, რომ ბოლოსთან ერთად თქვენი გადაწყვეტილება რომ არჩევნებში ჩვენ ეს შეცდომა ყავით საკრებულოში გამართლებულია, ისევე როგორც დაიბრუნეთ მანდატები და შეხვედით პარლამენტში. იმიტომ იყო სწორედ არ ჩახსნის გადაწყვეტილება, ამას კრიტიკოსებიც ძალიან ბევრი იქ მოხდა თვით პარტიაშიც არ იყო ეს რო იტყვიან
ერთსულოვანი და ისა იქაც ზოგერთმა დატოვა თქვენ მოგეცენება და მაგაზეც იყო წინააღმდეგები იყო, მაგრამ უმრავლესობა პარტიაში რომ ეს იყო აუცილებელი, თუმცა ცხოვრებას გვაჩვენებს. აი ახლა 2000 რამოდენიმე თვეა ჩატარდა. მე მინდა ამაზეც ალბათ გკითხავ თქვენ და როგორ ჩატარდა. არჩევნები როგორ იყო? მე უბრალოდ რაზე მაქვს იცით? აი კოლეგებს 850 ხმა მიიღო ჩვენ. ბატონ ბესოს მივცეთ საშუალება შევაფასებიოთ 2025 წელი და არა ამ შეფასებაში ბატონ ნინო მაინც აუცილებლად პარტიამ აი მე პირა 850 ხმა პროპორციულად მივიღეთ. მაჟორიტარებში მივიღეთ 360 ხმა პირადად სუბსის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარად ვიყიდი კეისს. თითეული ხმა ოქროს ხმა. აი მოსახლეობამ იცოდა რომ არა ის პირობები, ახლა მეტყვით რომ პირობები რომ და მოწინააღმდეგე იტყვის რომ პირობები რომ ასეთი არის, იმიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ მაინც ჯობს. მათ მიეცათ ყველანაირი საშუალება. იმათმა ეს მახინჯურად თუ რაღაცნაირად ისე მაინც გააკეთეთ. ფასადი შექმნეს, თავიანთი ვითომ პოზიციები დაიყენეს და ეხლა თეატრის არ იყოს. ამას მონაწილეობს და გინდა თუ არა მოსახლეობა ამას არ ეგუება და ამის ფაქტიც ამდენ წლიანი ისა. მოგიცემათ საშუალება კიდე ამ თემაზე საუბრის. ბატონ ბესო, თქვენ რა სიტყვით ამდენ წლიანი გამოცდილებით ბრძანდებოდით მაჟორიტარი დეპუტატი, ახლა ხართ მიღმა ეს საკრებულოს. როგორ შევაფასებთ 2025 წელს ამ გადმოსახედიდან და რა გამოწვევების წინაშე დადგა თქვენი პარტია? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ვისარგებლებ შემთხვევით დღეს ვინც შობას აღნიშნავს ულოცავ დღევანდელ დღეს და ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს კაცობრიობისთვის, ასევე დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავ გურიის მოსახლეობას და მიზნების მიღწევის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2026 წელი ისე როგორც მათ ჩანაფიქრშია. რაც შეეხება 2025 წელს პოლიტიკურ გამოწვევებს და პრობლემებს, ეს ახსავსეა იმ პრობლემებით, რაც ცენტრალურ თუ რაიონულ დონეზე არის უსამართლო გადაწყვეტილებები, კანონდაცვა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, შევიწროება არაერთი ჩვენი მეგობარი დღეს ციხეში ზის იმის გამო, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალებაც კი პრობლემა არის უკვე ამ ქვეყანაში. გამოწვევები არის იქნება 2026 წელს მოგეხსენებათ თავი გამოწვევა პოლიტიკური და მოლოდინები ჰქონდათ 2025 წლის დასაწყისში, როგორ დასრულდებოდა ეს წელი. ფიქრობდით თუ არა ქართული ოცნება ისევ იქნებოდა ხელისუფლებაში და როგორ დასრულდა თქვენი შეფასება? ეს მოცემულობა ცოტა გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ პოლიტიკურმა ძალებმა, მოსახლეობასაც და საკუთარ თავებსაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რეგიონში უმწვავესი კონფლიქტია, ომია და ეს ჩვენზეც მეტნაკლებად აისახება და ზემოქმედებას ახდენს ის რუსული გავლენა, რაც ამ რეგიონალურ კონფლიქტს ახლავს. შესაბამისად 2024 წლის შემდეგ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები მიითვისა ქართულმა ოცნებამ 2025 წელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამოწვევებით და პრობლემებით ახსავსე, ეს არ იქნებოდა მარტივი წელი. მაგრამ ამისთვის ჩვენ არ ჩამოგვიშვია ხელები და არ გვითქვია მოვიდნენ და ჩაიდოთ ქვეყანა ჯიბეში. პროტესტო აქციების დაწყებისას კეთდებოდა პროგნოზები, რომ ერთ თვეში, სამ თვეში, დასრულდება ისე როგორც თქვათ პროტესტის მონაწილეებს სურდათ ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იდგნენ რაღაცა სიცივეში, ქარში. უამრავი ჩვენი მეგობარი დღესაც ქუჩაში დგას და მათ მადლობა მინდა უთხრა ამ გამბედაობისთვის, ამ გაუტეხელობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ და ეს ადამიანები არიან მართლაც ის ადამიანები, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს ადამიანები უნდა იყვნენ მთავარი მაკონტროლებელი ძალა ხელისუფლების ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ ვინც თბილისში დგას და ყოველდღიურად ამ პროტესტის ავანგარდში არიან, ისინი ხვდებიან თუ როგორი არასწორი კანონებით მოქმედებს ხელისუფლება, როგორ შეუძლიათ ერთ დღეში მიიღონ ტროტუარზე დგომის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ადამიანებს ტროტუარზე დგომის უფლებაც აუგზავნონ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არაერთი პრობლემა არის და არაერთი კანონპროექტია მისაღები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადამიანების ყოფა ჯანდაცვის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რეგიონალურ დონეზე, ბევრი
კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ამ ძალაუფლებით და ტოტალური კონტროლით ადამიანებზე შეინარჩუნონ ხელისუფლება და ეს ხელისუფლების შენარჩუნება დღეს საზოგადოებას კარგად ხედავს, არ არის მხოლოდ ის მოცემულობა, როდესაც ანუ დემოკრატიულ ცოლადში შეიძლება გადავიდეს ეს ყველაფერი, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მისი ანუ საწყისებიდან და მისი მოქმედებიდან ჩრდილოეთ კორეის მოდელისკენ ვიხრებით ყოველდღიური ბიზნესის შევიწროებით, პოლიტიკური პარტიების შევიწროებით, აი ყველაფერი შერევიან და ეს თქვენმა პარტიამ ხარ შეუწყოთ ხელი იმ თვალსაზრისით, რომ არ შეხვედით პარლამენტში და ვარ ითქვით მანდატებზე. მარტო თქვენ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, ოპოზიციურ პარტიებზე, გარდა გახარიესა, რომელმაც შეცვალა პოზიცია და ანუ დაიბრუნა მანდატები. ნაციონალურ მოძრაობას ახლა ბევრ რამეს გვებრალებია, ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა ამ მიმართულებით, მაგრამ ვერ ვხედავ ანუ გზას იმაში თუ პარლამენტში მოღვაწეობით ესენი არ მიიღებდნენ რამე განსხვავებულ კანონპროექტს. ახლა მოგიხსენებათ გახარია საქართველოსთვის შევიდნენ პარლამენტში და მას შემდეგ არაერთი ისეთი მძიმე კანონები მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ, ევროკავშირთან დაშორების წინააღმდეგ, ნატოს სრულიად ამოვარდნილია დღის ეს რიგინა და ანუ რას ვაკეთებთ ამისთვის? იქ 20 კაცი იჯდებოდა თუ 30 კაცი იმ უმრავლესობასთან კოჭის გაგორებით ესენი რამე თავიანთ იმ მავნეჩვევებს მოიშლიდნენ, არაფერს პირიქით. უფრო და უფრო ყოველდღიურად ხედავთ და საზოგადოებაც ხედავთ, რომ უფრო ამძიმებენ მდგომარეობას ქვეყანაში და თავისუფლების, აი სადმე წერტილი თუ არის, ნებისმიერ გამოვლენებას თავშივე კლავენ. გასაგებია. ბატონო ჯუმბერი და ბატონო ბესო რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ბრძანეთ რომ მუდმივად გაწუხებენ თქვენი მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრები ადამიანები. რამდენად გეძლევათ საშუალება იმისა, რომ თქვენი პოზიციები, თქვენი ინიციატივები გაიტანოთ საკრებულოში იმ ფონზე, როცა ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები შეიყვანა გახარია საქართველოსთვის პარტიამ საკრებულოებში. რამდენად გეძლევათ იმის საშუალება, რომ თქვენი პოზიციები, მყარი პოზიციები დააფიქსიროთ და გაიტანოთ თქვენი სურვილები მუნიციპალიტეტში. მე პირველ ყოვლის კოლეგას თქმულს კომენტარს გავაკეთებ, რომ ჩვენ სხვადასხვა ზეზე ესეც იქნებოდა შესვლა მაინც ერთი წელი მოგეხსენებათ, რომ არ შედიოდეთ, უყურებდით პროცესს, ვიყავით საერთო ამ პროტესტის იმაში, მაგრამ ის შეცდომა და ჩვენ აღიარეთ, რომ არ შესვლა უფრო დამაზიანებელი იყო. საერთო იმისთვის ეს აწინს გამოაჩენს ცხოვრება და უკვე გამოაჩინა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ აი ახსენა და კოჭის გაგორება ალბათ საკმაოდ ვისთვისა, ალბათ ისა წინამოწვევის იმაში რომ იყვნენ ოპოზიცია, წინამოწვევის პარლამენტში და საკრებულებში. რა მაშინ რო დაისმებოდა საკითხი ძალიან ბევრი ხმაურიანიც უფრო მეტად მოსახლეობა ამას ხედავდა ამორჩეული რატო გირჩევს რო იყო შენ მისი წარმომადგენელი რო შენ ხედავდეს პროცესში რო შენ რანაირად გამოდიხარ აი რანაირად ამ პრობლემებს და როცა ჩემ ამორჩეულს მე ამას ვეუბნები რომ ჯუმბერბლაგიძე ყოველთვის იქნება იქ სადაც ხალხია აქ პარტიულად რა თქმა უნდა პარტიული ისიც აქვს მნიშვნელოვანი ხაზი და პარლამენტის მიღმა ვერ მოახერხებთ ბატონო. აი ერთი წელი უყურეთ ამას და ვერანაირად. ეხლა თუ გინ ჩვენი ის 14 შეცვლის მექანიზმები რა არის? რა გეტყვით ეს 14 კაციანი დეპუტაცია რას აკეთებს? ეხლა რაღაც ბრძანა აგერე კოლეგამ რომ კანონის შეცვალე. რო შეცვალენ იქ გამოვიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, ადგილობრივებმაც, მედიამ ყველამ დაინახა რანაირად გამოვიდა, როგორ ამხირენ, როგორ არგუმენტულად ეს გამოძიება კომისიის რა თქმა უნდა ეს ყველაზე მთავარი. აი ახლა ხო დაამტკიცა ლილოაშვილის ფაქტორმა რომ საჭირო იყო თურმე. ესე ხო იყო რომ საჭირო იყო და ამის რა თქმა უნდა არ მოგეცა და ვერტეთ იმისა რომ მაინც მოსახლეობას ეხლა რა ვიყოთ ბოიკოტი ჩვენ ბოიკოტირებას და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რა კოლეგას მეცა აი ზიამაღლობებიდან დაწყება უდიდესი პატივისცემა და უდიდესი სოლიდარობა თითოეულ პოლიტ პატიმარს განორჩევლად პარტიული კუთვნილებისა თუ მისი აი ყველა ადამიანი რომელიც დღეს და პარტიის ლიდერი ანუ არის ჩვენ ეს ადრეგამისადი გელაბულაძე ჩვენი ციხეშიც იჯდა და მეწარმეკაც ისე ჩამოართვენ თქვენ მოგეხსენებათ ბატონო არასრულწლოვანშვილი ზუგდიდში ჩვენ იმის როცა აღდგომას იყო გასული და ამ მაგალითები ბევრია ადრეულ წლებიდან ზეწოლები და ესეთი ამბავი ყოველთვის იყო რომ გადავაფასეთ და ვხედავთ რომ მაინც ამომრჩეველს უნდა ესაუბრო შენ რას თავაზობ
რანაირად. აი განცხადებებს ვამბობდი გზაში მოდიოდი და განცხადებები. აი ეხლა მოვიდა გამაფრთხილენ აი არ მონაწილეობად. გუშინ იყო საკრებულოს სხდომა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამტკიცდა ბიუჯეტი. ეს არ დაუჭირე მე ეს ორივე კომისიას გამაცხადებ Facebook-ზეც დავდი ჩემზე და არ დაუჭირე მხარი რატო? იმიტომ რომ შემოსავლები არის 22 მილიონით დაწყებული და ხარჯვითი ნაწილი აქვს 27.5, 5 მილიონი ნახევარი გარკვევა დასაწყისიდან. მერმა ბძანა, როცა მე არ ვესწრებოდი, მაგრამ კომისიებზე, იმიტომ რომ არტერიული წლების და მაღალი წლების გამო ვერ დავესწარი გუშინ ჯანმრთელობის გამო, თუმცა ორივე კომისიაზე სიფრთხილის დაგეგმვის და ინფრასტრუქტურის კომისია და ქონების, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომისია, სადაც მე წევრი ვარ, ამ კომისიებზე დავაფიქსირე, სხდომაზეც, Facebook-ზეც დავდე და პოზიცია იციან ჩემი ის რომ არ დაუჭირე. აი როგორც შემოსავლები 22 მილიონია 2026 წლის რაც დაამტკიცდა და ხარჯვითი ნაწილი აქვს 5 მილიონი ნახევარი გარღვევა. ეხლა ეს არ იქნება საკრებულოში მაინც იზამენ და მერმა ესეთი რომ ჩემო კოლეგამ ლელოდა მე გადარეკვით რომ მოვიკითხეთ ერთმანეთი და ესე და სხვებიდან სხვებს რო უთხარი რომ ვინც იმყოფებოდა ხო მერმა ბძანა მე ახლა გადმოცემით ვიცი ეს მერმა კონკრეტულად იმას რომ ესო ჩვენო ყოველთვის ასე ვაკეთებდით ჩვენ არ ქონია პრობლემა ბიუჯეტის შესრულების. აი თვითონ წარმოგიდგენია საკრებულოს სესია, სადაც ეს არის გადაიცემა და Facebook-ი და იმით ყველა თვითონ მე არცერიდება ამის თქმა რომ არა პრობლემა იქ ზემოდან მე რო წლის ბოლო და ეხლაც მასია შემოალამაზებენ. მე იმას კი არ ვამბობ რომ ერთი კაც და ობიტრით რა მაგრამ თუ შენ ამ პროცესში ხარ არჩევნები რისთვისაა მაშინ საკეთება. რამდენად მოგეცეთ საშუალება იმისა, რაიმე თქვენი ინიციატივა დაგეყენებინა. არა, ერთადერთი რომ წინა მოწვევის საკრებულოში ჩვენ სხვა კოლეგებთან, მათ შორის ლელოსთანაც, მათ შორის თვითონ უმრავლესობასთანაც თუ გინდ ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა ყველა ფრაქციას მაშინ მოქმედს ჰქონდა მუნიციპალური ლანჩხუთის მუნიციპალური ტრანსპორტი მოგეცედება ჩვენი მუნიციპალიტეტი ავტობანის გასწვრივა უფრო ცენტრალიზებულად კვეთს ამ ბათუმი ამ ცენტრალურ იმას მდებარეობს და მუნიციპალური ტრანსპორტი არ იყო ყველა სკოლა ეს იქნება სახელოვნებო თუ წრეები სპორტის ლანჩხუთშია ქალაქში და სოფლები ძალიან ბევრი ბავშვი ბაღის მასწავლებელი მოსწავლე და ვერ სარგებლობდა გვიანობამდე და მოწყვეტილი იყო და არაერთის გამართა ამაზე 5 ერთეული ავტობუსის და 2 ნაგავზიდის და 2 ჯისიბის ეს ეგრეთ წოდებული აი იმის ტრაქტორების შეძენა მოხდა და ჩვენც მონაწილეობდი აი ჩვენი ინიციატივა მაგ საერთაშორისო არასამთავრობოებიც იყო მრავალი შეხვედრა მოხდა ეს ინიციატივა მათ შორის კოლეგებიდან ერთობლივი ინიციატივა იყო მაგრამ ჩვენი დაყენებული იყო ერთ-ერთი პირველი ეს ინიციატივა ახლა რომ არ აღიარო რაც არ უნდა წინააღმდეგი იყო ხო მართალი არ არის დღეს მოძრაობს დღეს ჩვენ სურვილი გვაქვს და ალბათ დავაყენებთ ალბათ კი არა გვაგადაწყვეტილი რომ მომავალი ახლა პირველი სხდომა რო იქნება იანვრიდან იმიდან რომ გაიზარდოს 2-3 ერთეულით იმიტომ რომ სულ 3 რეისია ეგრეთ წოდებული დილას შუადღეს საღამოზე ურეკთან წყალწმინდაა ჩვენი საზღვარი ურეკთან მოდის ბრუნდება და ეს არ ყოფნის აი ესე შეგიძლია გითხრათ რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით არ იყო საერთოდ ხალბატონონი და ეხლა არის მართალია გასაუმჯობესებელია მეორე ფაქტორი რაცა ბევრი დავსვით მაგრამ არ შესრულდა ქალაქ ლანჩხუთის კანალიზაციის თუ გინდ პროექტირების თემაში სხვა პრობლემებს ჩვენ შევეხებით ბატონ ბესოს მინდა ვკითხო წლების განმავლობაში იყავით საკრებულოს წევრი და იცით საკრებულოს სტრუქტურა და მუშაობის არეალი რამდენად გეძლევათ ახლა საშუალება როცა დეპუტატობის მიღმა ბრძანდებით ანუ უგულშემატკივროთ თქვენს მუნიციპალიტეტს თქვენს დაბას რომელსაც წარმოადგენდით და მრავალი წლის განმავლობაში იყავით მაჟორიტარი რა ხდება ამ თვალსაზრისით რამდენად გაქვთ ბერკეტი იმისა რომ თქვათ იყოთ მათი გულშემატკივარი იმ თვალსაზრისით რომ მოუგვაროთ პრობლემები გულშემატკივარი ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნები ჩემი რაიონის ჩემი დაბის და მუდმივ პრობლემების გადაწყვეტაში ხართულია როდესაც პრობლემების გადაწყვეტას საუბრობ მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც მოსახლეობა ქართული ოცნება ეპყრობა ისე როგორც საკუთარ ამომრჩეველს და არ ამომრჩეველს ეს არის თავარი ხაზი მათთვის ვის შეიძლება მოუგვარდეს პრობლემა და თუ ადამიანები გავალთ ქუჩაში და შევხედავთ უბრალოდ მარტივად ერთ სოფელშიც რომ მივიდეთ განსხვავებული აზრის ადამიანებს შეიძლება პრობლემა
არ კონდეთ მოგვარებული და მათთან აფერებულ პირებს, ვინც რავი დღე-დღე მათ სოციალური ქსელებით მათ ქებადიდებაშია, იქ რაღაც გარკვეული სახის პრობლემა მოგვარებული იყოს, მაგრამ ეს არ ქმნის იმ ფონს, რომ ჩვენ ამ ადამიანების დავტოვოთ უყურადღებო. მუდმივ რეჟიმში ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში, საკრებულოს მანდატი გვაქვს თუ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ამ ადამიანების კონკრეტული გაჭირვება და პრობლემა მივიტანოთ სადაც საჭირო ეს იქნება ცენტრალურ დონეზე. მანდატი უფრო მეტ შესაძლებლობას გძენდათ თუ არა, ამის თქმა მინდა და უფრო მეტის გაკეთების საშუალება გქონდათ, როცა დეპუტატი ბრძანდებოდით თუ ახლაც ახერხებთ იმას, რომ რაღაცა გარკვეული პრობლემები დაბაში, რომელიც არსებობს, მოაგვაროთ. ახლა წავაწყდით იმას ზარს ერთ-ერთი მოქალაქის, რომელიც გირეკავდათ და ამ კითხვას მაგიტომაც ვსვამდა. პირველ რიგში ის რომ მანდატი არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ქვეშ რთული იყო ეს წლები ყოფნა, იმიტომ რომ ოპოზიციური ფლანგიდან არ გაძლევს სახელმწიფო ჩვენ ხო დემოკრატიული წყობაში არ ვართ, არ გაძლევს რაღაც შესაძლებლობებს ინიციატივებს, როცა ანუ ერთ საწყისი წლისთვის, როდესაც ბიუჯეტი დგებოდა ალბათ 20-30 ინიციატივა შემქონდა, მხოლოდ ჩემს მაჟორიტარულ ორგანოზე პრობლემების და ამის გადაწყვეტაზე წერილობით მერს ცალკე საკრებულოს თავმჯდომარეს ცალკე მიმართვებს უგზავნიდით ელექტრონული თუ პირდაპირ წესით, მაგრამ მათთვის ეს იყო სხვა ფაქტორი, ანუ ჩვენ ვითვლებით ქართული ოცნებისთვის მტრულძალად. მათთვის, როდესაც ახლა საფრთხობელა ბუას როლში ხარ წარმოჩინებული, შენი დაყენებული ინიციატივა წლები შეიძლება გადაიდოს და მაგრამ მე ჩემთვის ანუ რაც მეამაყება ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში, აი გურიაში კი არა საქართველოში არ მოიძებნება ერთი სოფელიც, სადაც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იმის ნახევარიც კი არ დაიხარჯულა არსად, რაც ნასაკირალში დაიხარჯა და ამისთვის მართლაც მიხარია და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ პრობლემების გადაწყვეტაში მიიღო მონაწილეობა. ახალი მოწვევის საკრებულოზე რას გვეტყვი და რამდენად გქონდათ კომუნიკაცია იგივე თქვენს კოლეგებთან, ოპოზიციურ კოლეგებთან, რომ თქვენი დაბის პრობლემები გაგეცნოთ და გეთხოვათ რაიმე მოგვარება. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ორი პარტია არის წარმოდგენილი საკრებულოში და ორივე პარტიის წარმომადგენელთან საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და თუ რამე ისეთი კონკრეტული პრობლემა იქნება მათთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოზე, მაგრამ არ ვფიქრობ ეს საკრებულო არის ის ადგილი, სადაც რაიმე წყდება, ფაქტობრივად ნოტარიუსის ფუნქცია ქონდა გაასულ წლებშიც და ახლაც ესეა, თუ გადავხედავთ საკრებულოს ხდომებს, ზოგჯერ ელვისის რაფეთს გახსნილი საკრებულო მალევე სრულდება და იქ ოპოზიციის გარეშე კონკრეტული განხილვებიც არ შედის, იქ იყვნენ ადამიანები მართველი პარტიიდან წინამოწვევის საკრებულოში, რომლებიც საკმაოდ მაღალი კომპეტენციით გამოირჩევოდნენ. აი, ინიციატივას რამდენად იცნობთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ კლასელთა უფასო კვებასთან დაკავშირებით ჩასმული იყო ბიუჯეტში თანხები, დაახლოებით 500,000 ლარზია საუბარი, მაგრამ ეს რაღაც არ გაითვალისწინეს. რამდენად იყავით ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით და თქვათ, რამდენად უჭერთ მხარს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკრებულოში არ შესულხართ და ბოიკოტი გამოუცხადეთ არჩევნებს. ანუ არა ახალია ეს ოპოზიციურ ველზე სკოლების და ბავშვების კვების თემა. ინიციატივა არის დასაყენებელი და ზოგადად ამ კუთხით განათლების რეფორმა საჭიროებს და ანუ ხედავთ რომ 8 მილიონიანი სკოლა აშენდა ნასაკირალში, ბავშვთა ნაკლებობა ყოველწლიურად თვალშისაცემია, ხედავთ მეზობელ სოფლებში, ამიტომ განათლების სამინისტრომ პირველ რიგში უნდა მოახერხოს, ან უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, რომ მოხდეს სკოლების გაერთიანება, გადავიდეთ ევროპულ სამეზობლო მოდელზე, რაც მაგალითად ჩვენ სამეზობლოში არის, კვების მთლიანი მოცემულობა ყველა ბავშვზე იყოს და სკოლა გახანგრძლივდეს 6 საათამდე და ეს იქნება მთავარი ფაქტორი, რაც ამ განათლების სისტემას აამოძრავებს. დღეს ჩვენ თუ სკოლების თემას რადგან ვახსენებთ და განვარცოთ, პრობლემა არის ზოგადად სკოლებში. ხელფასის მატებამაც კი არ უშველა სკოლებში იმ სიტუაციის გამოსწორებას, რაც მდგომარეობს. ბავშვები, რავი, ნებისმიერ სკოლასთან რო გაიარო, ერთი სადღაც 5 კილომეტრში ვიღაცა მიბოდიალობს, არავინ, ანუ აქ მეთვალყურეობის პრობლემაც და მანდატურების პრობლემაც კი არ არის, ანუ თვითონ სკოლებში არის რაღაც გაუცხოებული პროცესები მიმდინარეობს, რაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს და ეს კვება
პასუხისგებლობის ნაწილია ყველასი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მშობლების და მასწავლებლების, იმიტომ რომ რაც ეხლა ოზურგეთის და რეგიონის სკოლებში ხდება, ეს არ ვიცი, არ მახსენდება არც ერთი წლები, რომ ეს მოცემულობა ყოფილიყოს და ყველამ თავის პასუხისგებლობის ქვეშ ის პასუხისგებლობა უნდა იტვირთოს, რისი აწევად შეუძლია და რისთვისაც ვართ იმ კონკრეტულ ადგილებზე და ლელოს ინიციატივასაც შეეხება, ფიქრობ არც გაითვალისწინებს ქართულ ოცნება, იმიტომ რომ ისინი თვლიან სხვისი გეკეთებული მათ არ ეწერებათ, ანუ რაღაცნაირად მიდგომების ამბავია აქ, თორე მისასალმებელია და სკოლებიც რაღაც პროცესი უნდა შეიცვალოს შესაბამისად. ბატონ ჯუმერ, ბრძანეთ რომ თქვენი ინიციატივა ერთ-ერთი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხებოდა, გათვალისწინებული იქნა. კიდევ რა პრობლემის წინაშე დგას ლანჩხუთი, ნომერ პირველ პრობლემად რა შეიძლება რომ დასახელდეს, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია მუნიციპალიტეტისთვის? ბატონო, პრობლემებს რა დააწყდა ჩვენ? ანუ თუ გინდათ სფეროების მიხედვით გავყვეთ პრობლემაა აი ეს მუნიციპალური ტრანსპორტი ახლა არ მინდა ამაზე დიდხანს გავახო, იმიტომ რომ ყველას ინიციატივა იყო, მაგრამ ახლა ვინ დაასწრო, ვინ არა, არქივია ეგეთ ბატონო და რაც შეეხება კვების ამბავი რო ახსენე, ერთ-ერთი ჩვენს უკვე ჩვენ მუნიციპალიტეტში. ეს ხო შედის ინიციატივის თარიღის სახით, ოფიციალურ წერილობით სესიაზე რა მნიშვნელოვანი? ჯუმბერბლაგიძე მსახიობი იყოს და იქ გამოვიდეს კი არა. აი გამოვიდეს და რას ამბობს ის? აი მე რომ ამერიკა რომ ის იმავე თქვენ იცით რომ საჯაროა და შეიძლება მაგრამ დაშორება ტერიტორიულად არ მოცლა მოგეხსენებათ გლეხი ახლა მოსამსახურე ვერ მოდის ვერი და შე რო გეუბნება იმ პირით ლაპარაკობ შე რა თქვა მაგალითად X-მა იმ პიროვნებამ თორე შეიძლება მე არ მქონდეს ეს აზრი როგორც დეპუტატს და მისი გადმოცემული უნდა დავახაც რა შეეხება პრობლემებს მე გითხარით რომ აი ეს კვების ამბავი ერთ-ერთი ჩვენი პირველი დაყენებული და არ გადაწყდა. თუმცა ამბობენ და თქვენ იცით რომ ეკონომიკის ზრდაო და ბუნიაო და მილიარდები 30 მილიარდს გადაწყდა და თუ კი ეკონომიკურსა რა სკოლაში რა თავით კი ვაკრო ეს ხედავთ უკვე ჯერ დაუმტკიცებელ ბიუჯეტში გუშინ დაამტკიცა ეს გარღვევა იყო შესაბამისად. ეხლა მე გეტყვით რომ პრობლემა აი გუშინ დაგვიკავშირდნენ როცა არის ხვალ ტარდება რიგარეშე სესია. გუშინ იყო სესია ზეგ სესია რიგარეში. ერთი საკითხი იგივე ბიუჯეტთან მოვიდა ეგრეთ წოდებული, ეგრეთ წოდებულს უძახიან, მაგრამ თუ არა, რაშია საქმე სტიქიის. სტიქია, რომელიც მოგეხსენება თებერვლის თვეში სრულიად გურიაში ყველგან დასავლეთში იყო თითოეულობის გამო და ფაქტიურად ძალიან ბევრ მოსახლეობას შეეხოდა ზოგ სახლების დაინგრა და სახურავების ისა, სამ ეტაპად გაყვენ, პირველი ეტაპი მოგვარებული, მეორე ესენი წვეტენ, თორე მოსახლეობას რო რამდენი გაცხადება შესული, მაგრამ სრულად არ მოგვარებულა 3 მილიონი ნახევარი ლარია მოსული, ეხლა მე საქმე ცვლილება 3 მილიონი ნახევარი, აქედან გადაწყვიტენ 2 მილიონი 871,000 მიმართოს გზებისა და ხიდებისკენ და ნაპირსამაგრი სამუშაოების და 780,000 ლარი. ეხლა მე რატო ამას მე რო დავბრუნდები სუბსაჟს სადაც ცხოვრობ ან ნებისმიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რომლებიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი და არიან პრიორიტეტი სოფლებით შეგვიძლია სასწრაფოს პრობლემა დაწყებულია 11 სოფელში გაკეთდა ცენტრალიზებულად მეტრანკლებად აი ტესტირების რეჟიმშია და წავიდა და მუშაობს, კარგია და მოწონება გვაქვს, თუ კარგი გაკეთდება, ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ, კარგი არ უთხრა, მაგრამ 54 სოფლიდან 11 სოფელი. მათ შორის ახლა თვითონ მთავრობა დაანონსა 35 მილიონი ლარი ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგებაზე უწყვეტი, მაგრამ სად არის კანალიზაცია ეგრეთ წყალარინება? თქვენ იცით რომ სად რო იწყებენ საძირკვლიდან იწყებენ და არა პირველი სართულიდან და წყალარინება თუ არ გააკეთეთ და კანალიზაცია იგივე უნდა დაამტვრიო, იგივე ორმაგი ხარჯი გამოდის. ჩვენ აყენებთ ძალიან ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვეუბნებოდით რომ თქვენ ის რომ ბიუჯეტს ემება სამწლიანი პრიორიტეტი, სამწლიანი პრიორიტეტის გეგმა, იქ წინა მოწვევაში ჩვენ შევძელით ეს. რამე თუ არის რომ წინა მოწვევის სამწლიან პრიორიტეტის დოკუმენტში შევიდა ლანჩხუთის წყალარინების დოკუმენტაცია და მსჯელობის დაწყება. ეხლა რო ვკითხე საფინანსო უფროს, რომელმაც გამოიტანა კომისიებზე პროექტი ბიუჯეტის, ეხლანდელ 2029 წლამდე 2006-2029 წლის პრიორიტეტებში და ეხლა არ არის. ანუ როგორც თქვა კოლეგამ სწამს, როგორც უნდა ესე კერავენ, მაგრამ იქ უნდა იყო და უნდა თქვა შენ ეს რა. იმიტომ რომ
კი თენდება და ღამდება, მაგრამ უნდა იქ მამლის ყვილივით, უნდა ის ზუსტადაც რომ აი ამიტომ არ თქვა, ამიტომ არა ეს როგორი თემა იცით? აი თქვენ რატო არ დააყენეთ? მაგათ არგუმენტია, აი თქვენ რატო ერთი საქმეო რა გააკეთეთ? აი მაგას ვეუბნებით რაც აქ ითქმა. ამის გარდა ჩვენ ვიძახთ 54 სოფელია და წყალის სასმელი ფაქტობრივად არა მთლიანი მუნიციპალიტეტი არტეზიული ჭებით ჭიაყელები და იგი მოდიან და იმის დროულად იმის გაწმენდა ტექნიკური წყალია, იგიც კიდე წვეტილად მოდის და რაც შეეხება კიდე ყველაზე დიდი თემა ზოგადად ჩვენ სოციალური ფონი. თქვენ იცით რომ სოციალთა უცველთა ბაზაში რამდენია ღარიბაშვილს დააბრალენ რომ 2004 წლიან პროგრამაში სოციალურ დაუცველთა ბაზიდან დაასაქმენ 300 ლარის ოდენოვე 300 ლარიანი ხელფასები დაარქვენ და ესეც არა მე არ მივესალმები ახლა ზოგი იტყვის კოლეგაც მომწონს რომ აი სულ არ მივესალმები სოციალურად ისე იმიტომ ეს მათი ელექტორატი გადაიყვანენ და გახადენ საარჩევნო ხმად ეს იყო ერთ-ერთი დარღვევაც მოსყიდვაც რომ აი ეს მოწყვლადი ფენა რასაც სოციალურია ხელფასით აიძულენ სასაფლაო გააცელენ თუ რაღაცა და მათ ქვეშკოდენ ეს კაი წარმატებული ახლა აღმოჩნდა რომ არაა საჭირო თუ მაშინ არ იყო საჭირო ეხლა რატო შეწყვიტეს და თავარი სოციალურში იმას აი ძალიან გთხოვთ რა ამას აი რამდენი შეერია ჩვენ აი ვინმეს ამისის გაუკეთებია აგრეთვე სოფელ რამდენი შეერია რამდენი შეერია მართლაც ამდენს მართლა პურს ვერ ყიდულობს არა ხო და ეხლა ეს ამბობენ და ლამბორჯინის და იმის ცენტრი გავხსნა თბილისში ბატონო ჩემო თვითმართველობა არც გვაქვს ჩვენ თვითმართველობა როგორც კანონში ეს არის ბუტაფორია მაგრამ რაღაცა მაინც ცოტა მე ბრიგადირები იმისთვის არ მოხსენებია ძველ დროებას პირიქით იყო თუ გინი ძველ დროებაშიც იყო რაღაც აი წერტილი, რომელსაც იყენებდა მაშინდელი საზოგადოება და აქტიურად მუშაობდა. პიროვნება, რომელიც იქნება კონტაქტში ყოველ ჭიშკართან, ხობესთან. ვისას დეცენტრალიზაციის ნიშნებიც კი არ არის. არ არის, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი, ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან. მე როცა კითხვას უსვამდი, ეხლა რატო არის მონაწილეობა საჭირო? რომ ვეუბნები, თქვათ, ვისაც გამოაქვს ბიუჯეტი, ჯერ მეს უნდა გამოქონდეს, მაგრამ ეხლა კანონით ამბობენ, რომ ჩემი წარმომადგენელი კანონითო აქვს უფლება, კაი. ხო, ამბობს რომ ჩვენ ვიწყებთ 3.700.000-ით და წლის განმავლობაში ავლენ იმ მოცემულ რაღაც იმამდე რომა. ესე იგი, რასაც ზემოთ ეტყვიან, კარნახით ხდება. ზევიდან დიქტატორი, რასაც გინდა, თუ ჭკვით იქნები, მოგცემთ. თუ არა, ეს დამოკიდებულია პიროვნულადაც მერზეც და რა თქმა უნდა, ვის უფრო ჭალებში, ვის უფრო გაისარჯება და მეტად წარმოაჩენს თავს და კიდევ უამრავი პრობლემა არა, ნომერ პირველი არის უმუშევრობა და სოციალური პონი. ალბათ თქვენ ყველანი პოზიცია, ვინც არ პარტიას წარმოადგენს, თახდება რომ სოფლებში და არ არის ახალგაზრდობა, ან ემიგრაციაშია, ან ციხეშია, ეხლა პოლიტიკურით, 500-მდე პოლიტიკური რომა, ესე იგი ზოგს ეპატება, ზოგს არ ეპატება. ჩვენთაც იყო ესე ჟურნალისტი გალახეს, გამოუშვეს და ვიღაცამ თუ გამოთქვა რაღაცა, იმას მიუჟიან და ეგრეა. და ზოგადად ეს დაშინება, რომელიც არის ეს ცნობილი ფაქტორი, ვისაც ვერ ეყიდის და ვერ გადაიბირებს, აშინებენ იმით, რომ ჭკვით თუ არ იქნები, მაგასაც მოგიხსნის. ხალხს დამოკიდებულს ხდიან. ერთგვარი აი ეს წამალ დამოკიდებული ხალხი რომ არის, ის უნდა თლიან მოსახლეობაზე და თქმელი მაინც უნდა იყოს და მიმტანი. ჩვენ ახლა არ პოსტალიონს ძალიან დიდ პატივს ძალიან დასაფასებელი შრომაა და იქ იცით რომ პოსტალიონი რასაკეთებს მიდის მოდის კოლეგამ წეღან ნოტარიუსი ახსენებს და თუ გიდ მაგ მონაწილეობაშიც მაგასაც მნიშვნელობა აქვს ხო იქ უნდა მიუტანო და უნდა უთხრა ასე ხდება იქნებ შეიცვალოს პოზიცია იქნებ ერთ დღესაც ის დაშინება თორე ვიცი ჩვენ რა პროტესტი იყო 100,000-ობით გამოდიოდა და ეხლა და საუნა მიხვდეთ თუ არა კანონით კონსტიტუციით გახარია საქართველოს ყოველთვის იყო რომ მხოლოდ და მხოლოდ კანონით და კონსტიტუციით ეს კანონი კონსტიტუცია ხო ჩვენ მივიღეთ ყველა ხარი დაუჭერეთ ეხლა მე მინდა კითხვა თქვა რომ თუ კი ადრე ვიყავით ის არა წინამოწვევებში რა მაშინ არ მქონდა რომ მაშინ დაგვეტოვებია მაშინ ხო შეგვეძლო ჩვენ პროტესტის ფორმა მაგრამ მაშინ გამოვიყენეთ ხო ის და შევძელთ ეხლა მივიდა იქამდე ერთ წელი ჩვენც ამ პროცესში ვიყავით მაგრამ ვაღიარებთ რომ შეცდომა მაინც უნდა დაუჯდე რაც არ უნდა ძნელი იყოს რაც კიდევ ერთხელ ვამბობ ერთი და იგივე ხალხია ყველა თანამდებობაზე კასტა ჩამოყალიბდა
რომ 3 მოწვევა, 4 მოწვევა უნდა იყოს ერთი და იგივე ხალხი. დასაგებია ბატონო ჯუმბე რომ მივცეთ ბესოსაც საშუალება იმისა რომ გითხრას თქვენ როგორ თვლით და ოზურგეთის პრობლემებიც რო გაახმიანოს. ნომერ პირველ პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში ოზურგეთში რა დგას და რისი მოგვარება შეიძლება ხელისუფლება ხელისუფლებას და ვერ ახერხებს. აი მთავარი გამოწვევა ოზურგეთისთვის აბა ყოველდღიურად ამ ქალაქის მუდმივად თქვენ გაგვესმოდა რომ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, ინფრასტრუქტურის პრობლემები, რა ხდება დღეს და რა შეგიძლია გითხრათ? ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და ანუ რაღაც აკვიატებებით რაღაცების გაკეთება, რაც ამ ქალაქში კეთდება და კუბოქოთნებს მოიშველიებ, რაც ევროკავშირის 12 მილიონიანი საჩუქრის ფარგლებში გაკეთდა, შემდეგ აიღეს და 2 მილიონი ლარი იყო ამ პროექტის ფარგლებში წყალში გადაყრილი საჩუქარი, რომელიც ოზურგეთელებს უნდა მოხმარებოდა და ოზურგეთის მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის აქ არასამუშაო ადგილების, არასამეწარმოო სუბიექტების, ანუ საწარმოო არ არის რეგიონში, მხოლოდ ვაჭრობის ქალაქია, ესეთ მცირე რაოდენობით ადამიანთა დასაქმება შეუძლებელია თუ კონკრეტულად ქართული ოცნება სადმე რომელიმე აიფში არასაქმებს ადამიანებს და ქალაქის მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს ყოველდღიურობაში და არაერთი ადამიანი ამაზე წყლის სისტემას პროექტი მიმდინარეობს და დაუსრულებლად მიმდინარეობს. ვიღაცამ გადათხარა 10 ტენდერი აქვს მოგებული, 10 დღე გურიაში მუშაობს, 20 დღე იმერეთში მუშაობს, შესაბამისად პრობლემა არის თვალსაჩინო და დაუსრულებელი ეს გზების პრობლემა ერთი თვე აგებენ, მეორე თვე თხრიან, ანუ აქ არის კორუფციის მთავარი ნიშა და მთავარი გამოწვევა ზუსტად აქ არის. არანაირი ზედამხედველობით საქმიანობა არ მიმდინარეობს ამ პროცესებზე, ვის რავადა 5 წლით როგორ შეიძლება, ანუ 2 წლით ქალაქის ინფრასტრუქტურა გზების 5 უბანში დაგება, ან 10 ქუჩაზე დაგების სამუშაოები მუდმივ პროცესში მიმდინარეობდეს. დაეგება გზა, ათხრია რაღაცა სხვა სისტემები გაყავთ შემდგომ და ეს არის რომ აქ არის უთავბოლოობა, არა ნაბიჯების გადადგმაში ის რომ ინტერესებში არ შედის რომ მოაგვარონ ეს საკითხი და მუდმივად არ ესმოდეთ ოპოზიციის და მოსახლეობის კრიტიკა? ანუ მათ მე ვფიქრობ ჩვენ ბატონმა ახსენა რომ არ გვაქვს რეალური თვითმმართველობა, ეს თვითმმართველობა არ არის, ეს არის რაღაც ქაღალდზე შავი თეთრაზე რა წერია ერთია, მეორე ის არის თუ რა კონკრეტული მიმართულებით ხდება ჩვენს ქვეყანაში რეგიონალური და თვითმმართველობების მმართველობა ჩაბარებული აქვს კანცელარიაში რომელიღაცა დეპარტამენტს როგორც მოესურვებათ კონკრეტულად ან პარლამენტის აპარატში ის უნდა იყოს ამ ქალაქში ჩოხატაურში ეს უნდა იყოს ლანჩხუთში ეს ოზურგეთში აქ არავის არ კითხავთ საკრებულო ყავს მერი ყავს გუბერნია აქ ანუ ეს თვითმმართველობა რეალურად არაფრის გადამწყვეტი არ არის მერი რა ფუნქციებსაც უნდა აკეთებდეს ამ ქალაქში შეთავსებულია გუბერნატორს გუბერნატორს ფუნქციებიც უნდა ქონდეს ზოგჯერ მერია იმ ფუნქციით დაკავებული შესაბამისობაში აქ რაღაც აღრევა ხდება ყველა ფუნქცია მოვალეობების და მოსახლეობასაც შესაბამისად ექნება ეს კონკრეტული პრობლემები საღა იმ ზვანში ფეხბურთის მცირე სტადიონი კეთდება გუბერნატორი არის ამოწმებს კი უნდა შეამოწმოს მაგრამ გუბერნატორმა ეს რეგიონალური ინფრასტრუქტურულ პროექტებს რო დაუთმოს დრო და თვეებია წლებია რო ვერ მიმდინარეობს და ამით დაკავდეს ხომ უკეთესიც იქნება და მერმა თავის ფუნქცია მოვალეობებში გუბერნატორს რაღაც ხელმოკიდებული რო არ დაყავდეს საშუალება რო კონდეს და თვითმმართველობის ფუნქციები და თავის მოვალეობები უკეთესად შეასრულოს ამის საშუალებაც ვიღაცა ზემოდან არის ძლევა რომ იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული და საბოლოო ჯამში ვიღებთ რაღაც გაუკმართებულ მმართველობის ფორმას რომელიც მოსახლეობის უკეთეს ხვალინდელ დღეს არ ემსახურება და ბატონო ჩვენი გადაცემა დასკვნისკენ მიდის ბოლოსკენ მიდის და მინდა გეძლევათ საშუალება იმისა როგორ შევაფასეთ უკვე 2025 წელი და რა მოლოდინებით ხვდებით 2026 წელს რა შეიცვლება და თქვენ რა გსურთ რომ მოხდეს პოზიტიურ ჭრილში რა თქმა უნდა. კაცი მედითაო ნათქვამია და გურულები მით უმეტეს ყოველთვის ქონდა ჩვენ როდის ვამბობთ მშვიდობას და ყველა ეხლა გვეკამათება რომ ეს პირველი სადღეძლო მშვიდობის ეს გადახვევისთვის კიდევ ერთხელ მინდა
ხალბატონო ნინო ორი სიტყვით რომ პრობლემების მეტი რამა ამ პრობლემას მართლა ვერ გავსევს რამოდენიმე ფურცელი მაგრამ კონკრეტულად მინდა და ეს მინდა რომ დაფიქსირდება იმიტომ რომ ეს ჩვენ საკრებულოზეც დავაყენეთ აი სუბსის ტერმინალი რომელიც 25 წელია ოპერირებდა British Petroleum-ის მიმართ ძალიან დიდი იყო მოგეხსენებათ შევარდნაძის პერიოდში 5 პრეზიდენტი ჩამოვიდა ის ომირო იყო რუსეთ საქართველოს 2008 წელში და დაცული რო ვიყავით ამ ერთ-ერთი მისი დამსახურება რომ ვერ შეეხენეს დიდი ბრიტანეთის ამერიკის და ეხლა წელიწადი გაუგრძელდა მე მოვითხოვა ინიციატივა რომ ერთი წელიწადი და სოკარი იბარებს როგორც მითხეს სოკარი თქვენ იცით ძალიან ძლიერი ესეც ისა ფირმა სოკარი რომელიც ისა და იგივე თვითმმართველობის კოდექსით ქონების გადასახადი მიწის გადასახადი ადგილობრივი რჩება აი ხახალზე რატო ამეთქი და ჩვენ ამდენი წელია კარგი ის იყო მაშინ გამიზნულად რომ რაღაც იმიტომ გაკეთდა ეს პროექტი რომ უსაფრთხოების რაღაც მაგრამ ეხლა იბარებს ხო და რატო არ უნდა მილიონებზეა ლაპარაკი დაახლოებით ეხლა მე არ მინდა ციფრში არავის არ ვეჯიბრები ეს გადამოწმებადია 6 მილიონი თუ 7 მილიონია ეს მუნიციპალიტეტში შემოვა ადგილობრივი მაშინ და აი რო ვახსენე სოციალური ყველა სფერო პროგრამები ყელყელაობენ რომ აი ეს პროგრამა დავამატეთ მაგრამ პიროვნება გადაიცვალა სუფსაში რომელიც წამებით მარინა გოგოაძე აი მე სახელდა გვარდაც რომელსაც ბოლოს ისე მოკდა გამაყუჩებელი ვერ გავუკე მოგეხსენებათ რომ კანონი გამაყუჩებელი არის სიმსივნიანზე და ჩვენ რო ცხელხაზზე დავრეკეთ და ექიმებს შეუძლია შეიკრიბონ ამის ზედამხედველობა და კონსილიუმი შეუძლია დანიშნოს ამასაც ვერ მოაბეს თავს კიდე რომ მორიგი ასეთი ავამტყოფი არ იყოს ეს ხო შეიძლება გადაწყდეს და სუბსის ტერმინალი მოგა ყულებში არის ხობის ძიმე ფონდზე რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამას დავამთავრე ყულევის ტერმინალი რომელიც სოკარმა აშენა და მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში მე უთხარი მათ რომ აი გადაამოწმეთ კაცო მიმართეთ ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონალურ რომ ეს დააყენონ ჩვენ არ ვიცით ხო ინფორმაცია ესე კულუარებში ამდენი წელი 25 წელიწადია ვერ სარგებლობდა ჩვენ ტერიტორიაზე რომელსაც სხვათა შორის ბევრი ჯანმრთელობის კუთხითაც პრობლემები გააჩინა დადებითად ეხლა რატო არ უნდა ისარგა აი გადაწყვეტის და ჩვენი ინიციატივა ერთ-ერთი რომ აი ეს სფერო რომელიც მეზობელ რაიონში ეგერ არის და შედის აქ რატო არ შეიძლება რომ მუნიციპალურ იმაში დარჩეს და გადაწყვეტილი იმის უმუშევრობა რომელიც ახსენე ну იმედით ახსავსე ვარ მაინც იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძველი ახალი წლის მერე იქნება რომ იტყვიან შევა უკვე ძალაში ყველანაირად ფინანსურად პოლიტიკურად და მე პირადად მჯერად ყველა ინიციატივას რაც მოსახლეობიდან დავაყენებ თითოეულ საქმეს ახლა არის ძალიან ბევრი გამოწვევები თლად ჩვენზეც არა დამოკიდებული რეგიონალური სოფლიოს ყველა დონეზე მაგრამ მოეღოს უნდა კორუფცია არ უნდა გაჭაჭანდა იმდენი რამე გაკეთდა ეხლა ჭკვიანი თუ არიან ესენი ცოტა ჭკვასთან ახლოს თუ არიან ჭკვასთან ახლოს ყველას იჭერენ გები რო იძირება გარბიანო ნათქვამი რომა ყველას იჭერენ ყველას მაგრამ ერთი რომელია პატიოსანი მათ ირგვლივ რომელი რჩება ის ბოლოვინა პატიოსანი რომ თუ ეს ამდენი წლების განმავლობაში ესე იყო და ასეთი კორუფცია ყველა უთავბოლობა ამისაა კორუფცია რომ იგივე ბავშვების მიმართებაში წარმოგიდგენია თბილისის ვითარებაში არ ვეხებით მე მაინც რაიონის წარმომადგენელი ვარ ბაღების გაერთიანების უფროსი ამერიკაშია კაცო და მილიონები აქ მოპარული ეს მილიონები შევეხო მინდა კაი ცხოვრების მომხრე ვარ ნამდვილად მაგრამ შენ ფერავს და ლამბორჯინს ვინ იყიდის გლეხი იყიდის თვითმმართველობიდან იყიდის და შენ რისთვის გინდა ამის გასა იყოს მაგით მაგრამ მიხედი ამას იმ ბავშვების სკოლაში ეხლა ნახოთ აი ხომ ამბობენ ეხლა გამოვიდა და ეხლა ძალეთ რომ კარგი ცხოვრების მომხრე ხართ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინები რომ 2026 წელში შეიცვლება აი ეს მიმართულება და ადამიანებს ამ მიმართულებით ლაპარაკებით და არა ესე იმდენ შეცნობებს დავშვებენ კიდე მაგის იმედი მაქვს კიდე რომ არ შეიძლება რომ ვიღაცა ჭკვიანი გამოჩნდება იტყვის ასე არ შეიძლება გაგზელება რა და იმედი იმის მან გავაგზელო მე კიდე ეგ 2006 2010 და 2014 გადამოწმებადია ყველა უპარტიოთ მართლა მაშინ ქონდა ამის განცდა მოგეხსენებათ ეს პერიოდი რა პერიოდია რა მოდის რომ ასე ნაბიჯ ყოველ ჭიშკართან მივდიოდ და ამ პრობლემები მქონდა პირადობის მოწმები იყო გამოსაცული ვერ ღებულობდა ჩემო ბატონო პენსიონერები მაშინ აი დაბეჭდილი პირადობები რო იყო
გავაკეთეთ მინდობილობები, ჩამოვიყვანეთ ადგილებზე, ვინ მიდიოდა, მაშინ აიღეთ. ახსოვთ ეს მოსახლეობას და უდიდესი მადლობა, რომ ეს მერე გაითვალისწინეთ, თორე მე ახლა ხმის მიცემის გარეშე როგორ ვიქნებოდი იქ და თითეული ოქროს ხმა, მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ამომრჩევლს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და გურიას და სრულიად საქართველოს. იმედი მაინცაა ხალხო. ჩვენ მართლმადიდებლები ქრისტიანები ვართ, სხვა სარწმუნოებასაც პატივსემ, მაგრამ ქართველია ყოველთვის და ქართველი არასდროს არ ყოფილა სასოწარკვეთილი. სასოწარკვეთილება ჩვენში არ იქნება, უბრალოდ მინდა რომ იმათაც უნდა იცოდეთ ჩვენ ახლა მე წინამოწვევაში ხარი დამიჭერია ბიუჯეტზე და არც მწვენია და მithქვია ერთმა კოლეგამ მითხრა ბატონი ჯუმერი არ უჭერსო ბიუჯეტზე და როგორ უნდა დაუჭირო ბიუჯეტს რა წეგან პრობლემები მოგახსენეთ და მე გავა და ვიღაცას დააბრალებეთ ვისაც დაიჭერე იმას დააბრალებთ უი მაგ პრემიერის ბრალი იყო უი მაგ მინისტრის ბრალი იყო უი და არავის არ ვაბრალებ უბრალოდ უნდა მოხდეს მიზანმიმართულად კანონით აი ახლა ნახავთ რომ რა მოიტანა იმ გავაზრებელმა ასე ამათი წესი არის რომ დააყონ როცა ჩვენი მტრების დოქტრინა დააყონ და ოპოზიციაშიც ეგა ყოფენ აპირისპირებენ ერთმანეთს და აი სუდია ეს და ესია მე კაი ვარ და იმ ოპოზიციიდან არიან იქა ეს მათერგული დიდი მადლობა ბოდიშით დაასრულეთ თქვენ მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემს მოსახლეობას მიულოცოთ ამდენი შობა ახალწელი და იმედი დაფსილები იქნება აი ახლა ზეგ ცვლილება ნაწილს იმ სტიქის იმას 3 მილიონი ნახევარია მოსული და იმედია ეს 3 მილიონი ნახევარი რა თქმა უნდა როგორ არ უნდა დაუჭირო 3 მილიონი ნახევარს ახლა მხარი კაბატონი აი საკრებულოს წევრი ხარ ხომ არა კოლეგ მაგრამ როცა ხარ არა მოდი შენ რაიონში 3 მილიონი ნახევარი და როგორ არ უნდა დაუჭირო მაგრამ როცა იქ თქვათ ეგერ მაია ბლაგიძე რომელსაც სახლი დაენგრა და გვერდზე სახურავი ჩამონგრეული აქვს მაგრამ იქ ნაწილობრივად არა შენ ვერ დაგაკმაყოფილებ სახლი რო დაენგრა სხვას სრულად ის არ კმაყოფილდება ამ 3 მილიონი ნახევრითაც და რჩება ეტაპი რომ ამდენი მილიონების მერე კიდე სტიქიდან დაზარებული ხალხი რჩება მაშინ რაღაცა ეს მოსაწონია თუმცა მე რა თქმა უნდა რაც მეტი გამოიყოფა და მოსახლეობას ამივალ ამას მივესალმები და რო იყოს შესწორების თემა გაითვალისწინებდნენ ხარს დაუჭერ რა თქმა უნდა გასაგებია ბატონო ბესო თქვენაც რომ გითხრათ რა მოლოდინებით ხვდებით 2026 წელს რაც ცulis ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონულ დონეზე პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაცა რებრენდინგი იქნება თუ არა თქვენი პარტიის 2026 წელიც უფრო მეტი გამოწვევები იქნება ახსავს ეს რეგიონალურ დონეზე თუ ცენტრალურ დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ხვდებით თუ რა მდგომარეობაში და რა მიმართულებითაც ვითარდება ეს ქვეყანა და შესაბამისად ის თბილისში მიმდინარე პროცესები აისახება რეგიონალურ დონეზეც. აქ მთავარი გამოწვევა რაიონულ დონეზე და რეგიონის დონეზე გურია მოწყვლადია ძირითადად მაინც ცენტრალურზეა დამოკიდებული ფინანსური დახმარებების ხარჯზე, რაც აქ რამე შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ მთავარი გამოწვევა 2026 წელს რეგიონში გვექნება ეს პირდაღებული დასაქმების პროგრამა, რომლითაც მაგალითად ჩემს დაბაში 60-ზე მეტი ადამიანია 300 ლარიანად დასაქმებული და რაიონის დონეზე თუ ავიღებთ და რეგიონის დონეზე 3000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც საარჩევნოდ მიიბეს იმისთვის რომ მათ ხმა მიეღოთ ეს 3 წლიან ციკლში 1 იანვრიდან ადამიანებს მოუხსნიან ამ დახმარებას და ეს როგორი გადანაწილების მოხდა და ვინ როგორ მუშაობდა ეგ კიდე ცალკე საკითხია და საბოლოო ჯამში როდესაც ესენი არ იქნებიან ხელისუფლებაში ამ თემებზე ბევრს პასუხი მოეთხოვება იქიდან გამომდინარე რომ ყოველ დღე ხვდები ადამიანებს და ერთ-ერთი დასაქმებული რომელსაც კონკრეტულად ცენტრალური გზის ეგრეთ წოდებული გასუფთავება დაგვა აქვს დავალებული 130 ლარს უკვითავენ ყოველ თვე 170 ლარს უკვითავენ ვიღაცა სასაფლაოს ცელავს დაულის ეს ვინ მისცა ამით უფლება ვიღაც სოფელში წარმომადგენელს რომ 150 ლარი დაუქვითოს და იმას არაფერი არ შეეხოს ვინც საერთოდ არც ადარჩანს ამიტომ ეს თემები აქ 2026 წელი კიდევ უფრო მეტი გამოწვევით იქნება ახსავსე ბევრი ადამიანი კიდე ემიგრაციაში წავა შესაბამისად პრობლემები უფრო თვალსაჩინო იქნება მაგრამ მე მსურს და მინდა და რომ ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი ხვალინდელი დღე მოსახლეობა ხვდებოდეს იმედით ადამიანები თავიანთ ოჯახებში დაბრუნდნენ ვინც უკანონოდ არიან დაპატიმრებული თავისუფალი სიტყვისთვის არიან საკუთარ ოჯახებში ხვდებოდნენ ახალწელს და 2026 წელიც ამ გამოწვევების
დასაქმების კუთხით, რომ მოსახლეობა ადგილზე შევინარჩუნოთ და ეს მიგრაცია მუდმივად გაშლილი არ იყოს, რომ ყველა ადამიანი გაარბოდეს ამ ქვეყნასთვის, ეს იქნება მთავარი გამოწვევა. რაიონის დონეზე ხარ რებრენდინგს რა მოგახსენოთ აგრძალვაზე საკონსტიტუციო სამართლოშია განაცხადი შეტანილი და პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდეთ ის ადამიანები, ვინც დღეს თუ გინც საკრებულოშია ან უბრალოდ სამოქალაქო აქტივიზმით არის დაკავებული პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ანუ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ძირითად ნაწილში დასრულებულია, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ავტორიტარი, რომელიც არჩევნებს ამა თუ იმ ფორმით, როგორც უნდა ისე წერს და შესაბამისად ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა ფორმით იქნება პოლიტიკური პროცესები ამ ქვეყანაში. დიდი ნაწილი თუ გარდაქმნა არ მოხდა, კანონები არ შეიცვალა, პოლიტიკური პროცესი არის დასრულებული, შესაბამისად მე თქვენი ეთერით ვისარგებლებ და ჩემს მაჟორიტარ ოლქს დავანასაკირალწვეთ უღრმეს მადლობას იმისთვის, რომ მათი გაუტეხლობით გამარჯვებების ჟინით 9 არჩევნებში დავამარცხეთ ქართული ოცნება, არაერთი ინვესტიცია მოუტანეთ სოფელს, გზა, განათება, სკოლა, ბაღები და ბევრი სიკეთე, რაც იმ წლებში მოვიდა, ეს იყო მათი დამსახურება, გვიჭერდნენ თუ არ გვიჭერდნენ მხარს და ხმას მაძლევდნენ თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ყველას ვეუბნები მადლობას. და ეს ძალა და ეს პასუხისმგებლობა, რაც მათგან მივიღე და რათაც ყოველდღიურად დღესაც გვგრძნობ, მადლობელი ვარ და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პროცესში ჩვენთან ერთად საკრებულოში გვაძლევდა მანდატს, იყო პროპორციული შესული ადამიანები, ყველა იმ ადამიანს ვეუბნებით მადლობას და მათი მხარდამჭერები ვიქნებით, მათი გულშემატკივრები ვიქნებით და მათი პრობლემები ისევ იმ ფორმით იქნება მიტანილი საკრებულო, იქნება გუბერნატორ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში. ჩვენ ამ დანებების უფლებას კი არ გვაქვს ამ ქვეყანაში, რომ ადამიანები დავტოვოთ ისე, რომ მათი პრობლემების არ მოხდეს გაჟღერება თუ მედიით მათი დაინტერესება და ჩართულობა იყოს უგულვაყოფილი. ვიმუშავებთ 2026 წელს უკეთესი იმედით და უკეთესი ხვალინდელი დღეს უსურვებ ყველა გურულს, ბედნიერ კალანდას, შობას და მიზნების მიღწევა და სიკეთე გქონდეს ყველა ჩვენს მაცხოვრებელს. მადლობა ბატონებო, მეც გილოცავთ წინასწარ დამდეგ 2026 წელს. მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მოსვლისთვის. ბრძანეთ ბატონო. ერთი კომენტარი მასავით მეც წერან კი მომეცით სიტყვა, მაგრამ მინდა ეს აუცილებლად სიკეთე ყველასათვის უნდა იყოს. სიკეთე ნამდვილად გადამდებია. არა აქვს მნიშვნელობა ამას ვინ იზამს, ხო? მაგრამ კიდე რატო არ ახსილი 2026 წლით, რომ რაც კოლეგამ ბრძანა და გამოწვევები და ზოგადად სასამართლოებია, ეხლა ციხეში შეიყვანენ ეგერ კაც მილიარდიანი. ახალწელს ციხეში შეხვდება, ხო? ყველა ესე ზოგისთვის ზოგი, მაგრამ სიკეთე უნდა იყოს ყველასათვის, არა იმ კასტისათვის, რომლებიც ეხლა ხელფასსაც იმატებს. 10% იმათი 1000-ებშია გამოხატული და პენსია 20 ლარით იმატებს. სირცხვილია როცა 20 ლარიანი პენსიონერს შენ რამე სიკეთე უნდა უთხრა და მე ვეუბნები მათ ყველა პენსიონერს, ყველა ფენას, ყველა მოქალაქეს, რომ ერთად უნდა დავდგეთ, სიყვარული გადაგვარჩეს და ეს სიყვარული რა გინდა თუ არა, მაინც უნდა დავდგეთ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ და კიდევ ერთხელ არჩევნების გარდა ცივილიზებულ სამყაროს, დემოკრატიას არ მოგონებია ყოველი ომის შემდეგ თეთრი ბაირაღია და იმედი მაქვს 2026 წელი ჩვენ გურულები გამევიჩენთ თავს კიდე ჩვენ მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბესო ქათამაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჯუმბერ ბლაგიძე, გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი, ლანჩხუთიდან და ოზურგეთიდან საკრებულოს წარმომადგენელი. ამავდროულად მაყურებელს კი დავემშვიდობები 2026 წლამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.